ბრევო. როგორც ხედავთ, ახლა მე ვარ ჯოჯოხეთში. ეს არც ისე რთული მისახვედრია და კარგი, ძალიან მშვენიერი ამბავი მაქვს. შეხედეთ აი ამ პატარა მახეს, რომელიც გავაკეთე აი ამ ბლეიზებთან და ასე მოვყალი ერთი და შემდეგ დაუწვი ეს ერთულეს და ავიღე ეს ერთი ცალი ჯოხი. აი ეს ძალიან დიდი ხანია ამაზე ვწვალობ და ანუ რამოდენიმეჯერ მოვკვდი და ეს ძალიან სასაცილო იყო, რამოდენიმეჯერ ძალიან სულელურადაც მოვკვდი. და რა ვიცი, ეს ნივთები კი ვიპოვე აქ, რომლებიც ეყარა. ერთხელ შენების დროს ხრეში დამეცა და ისე მოვკვდი და ანუ არ მინდოდა ეს ყველაფერი თქვენ გენახათ, რადგან ძალიან ბევრჯერ მოვკვდი. და ანუ ეს პროცესი არ ჩამიწერია და შემდეგ აი ერთი ცალი ჯოხი, როგორც ხედავთ, Blaze Rod, აი ეგ რო წერია, როგორც ხედავთ, დიდი წვალების და ტანჯვის შემდეგ, ხოლო ანუ ეს რამოდენიმე ნივთია ეგ ვიპოვე, როდესაც ვიყავი. ეხლა საით მივდივარ, აქეთ, როგორც მახსოვს, არა. ხრეში საით მიდის? აქ და აქედან მერე აქ ვითომ? ხო. თუ არა? არა? აი, აქედან ავდივარ. აი მე დავტოვებ ისე. ეს რა მოხდა? და აი ესე მაქვს გაკეთებული. აქედან მერე ასე მივდივარ, როგორც მახსოვს და აქედან არის ჩასასვლელი. არა. აქ არ ვარ ნაყოფი. მაგრამ მოკლედ არც აქ ვარ ნაყოფი. ვოუ! დაიმონდი. კიდევ კინა. დაიმონდი საბჯარი მაქვს და ოქროს ხმალი იყოს მაინც. აქ არ ვარ ნაყოფი. ვაიმე, სად მოვხდი? დავიკარგე მგონი. დავიკარგე. აქეთაც არ უნდა წავიდე. აქაც. არა, აქ ეს უკვე მახსოვს. შეიძლება იქით მხარესაა და ყველა ნერვიულობ. არც აქ არ არის. ჯანდაბა. ეს კი უკვე საშიშია და მაშინებს. არა, გამოვედით ეხლა. ჯანდაბა. რა ოხრობა? დავიკარგე. სამყარო ძალიან ლაგავს. ჯანდაბა. ჯანდაბა. ეხლა კი ცოტა არ იყოს ანერვიული. ჯანდაბა და კიდევ ერთხელ. ვაიმე. დავიხობე. დაიმონდით Blaze-ის ჯოხით და 1000 უბედური ნივთით დავიკარგე ჯოჯოხეთში. აქეთ კი მაქვს, მაგრამ მოიცა სადღაც აქეთა გზებზე უნდა მქონდეს გაკეთებული და აქედან უნდა იყოს ჩასასვლელი. მგონი ეს არის. კი. მშვენიერია. გადავრჩი მეგობრებო, როგორც ხედავთ. ძალიან ნერვიულდი ცოტა არ იყოს, რადგან Blaze ჯოხი პირველად ვიპოვე. ვიპოვე ჩემს ცხოვრებაში პირველად და ძალიან გამიხარდა, როდესაც პირველი Blaze მოვყალი, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი Blaze-ის მკვლელობა და ცოტა არ იყოს ამაღელვებელი იყო და აი ამ ბლოკზე რატომღაც მგონია, რომ სისხლივით რაღაცეები აცხია და დააკვირდით. გავს Cobblestone-ს, აქვს წითელი ფერი და წითელი რაღაც სისხლივით რაღაც გავსი ნივთები მეკი. ჯანდაბა, ენადამება. რაღაცეები ასხია რა უსვია. ეხლა ტოვარ მე სახლში და ძალიან კარგია. ორი დაიმონდიც ვიპოვე. ჩემი დაიმონდის წერაქვი, როგორც აღმოჩნდა, იყო იმაში, რა ქვია, ჩესტში. მე მეგონა რომ დავკარგე ერთხელ სამყარომ გალაგა და გავიჭედე ბლოკში და მე მეგონა რომ დავკარგე ჩემი დაიმონდის წერაქვი და ამაზეც ავიჭერი, ასე ვთქვათ, ავნერვიულდი. ანუ ცოტა არ იყოს ჩემთვის ძვირფასი ნივთების და საერთოდ რაღაცების დაკარგვა
არც ისე ადვილია ჩემთვის, რომელზეც ხშირად ვწვალობ ხოლმე. მე მეყონა ჰაერზე იდეკლობი და გამიკვირდა ხრეშს. კარგით. აქედან ისე შეგიძლია ლავის უწყვეტით არ მოიყო. თვითონ ჯოჯოხეთში ხა ლავას რა გამოლევს ისედაც. თქვენც ალბათ მიხვდებით. ეხლა არ დავკვირვებია რა თქმა უნდა, მაგრამ აი cobblestone-ის ბლოკია. ოღონდ გადაფერადებულია. remake-ია cobblestone-ის, ოღონდ სხვანაირი და უფრო ადვილად ხდება და ასეთ მსგავსი რაღაცები. ჩემი პორტალამდეც მოვედით და შევიდეთ და დავბრუნეთ ჩვეულებრივ სამყაროში, სადაც არის მიწა და ჩვეულებრივი cobblestone-ი ყველანაირი remake-ის გარეშე. იმედია დღე იქნება, კი დღეა, მაგრამ წვიმს ჭიანდა სამყარო გალაგამოჩებოთ, ერთ-ერთი დაველებით რომ ჩაიკერთოს და მგონი დასრულდა ჩაკვირვა. წვიმის დროს უფრო ხშირად ლაგავს ხოლმე, იმიტომ რომ მილიარდობით პიქსელი ცივა რა, ასე ვთქვათ, ცივა ხო იყოს, ასე იყოს. და ხო, ეს როგორც ჩანს, ყველგანი დაისპოვნება მოკდა შემდეგ, ნაბარად რა გვაქვს, 5 ბამბუკი. აქ როგორც ნახეთ, დავთესე და არ ამოსულა. ადამიანს წვიმიან გააჭა, თუ დავიდა. შეიძლება მოსწრმა გადაუვარა ამის. კარგით, მაინც ყველაფერი კარგად არის, როგორც ხედავთ. და მოდით დავკრაფტოთ ამჯერად ერთი ენდერის თვალი. აუ, ამის გაკეთება შემიძლია. ეს ორს მაძლევს, ხო? ჭანდაბა დილემაა. კარგით, ეხლა შემიძლია მე გავაკეთო blaze powder-ი ჯოხისგან და ვიპოვო ენდერის, მაგრამ იქ დაბლა, როგორც მახსოვს, არის ჩესტებიც. და იქ შეიძლება ბევრი ნივთის პოვნა. და მთავარია იქაურობას მეუბნა. მოკლედ, ჯერ ამას დავკრაფტავ და აი ამას ავიღებ. ჯერ დღეა, როგორც ხედავთ მეგობრებო, და მოდით აბა გავუშვათ ენდერის თვალი. საიტავა არ გაწვდით ხო არის იქით მიაროთ იქით ალბათ დიდი ალბათობით ჭაობებში იქნება შესთან რომ მივალ ცოტა სტუდენტი და მე იქით გავიქეთი აიქ თან ამას გამახსოვს რაღაც ნიშნებს დავტოვებ შემდეგ რომ უკან მოსასვლელი გზა მაინც მქონდეს. რა თქმა უნდა ეხლა სირთულე დაწეული მაქვს. კარგით. ეხლა იმენტებ და გთხოვ არ გაწყვეტე. ესე იგი ისე წუ არ გაწყვეტე არის. არ გაწყვეტა ისე წინ მიდივართ მეგობრებო. და ვეძებთ ენდერის პორტალს. კარგით. მოვედით, აი ამ კუნძულზე იმედია წყალში არ იქნება, ხო, წყალში არ. ხოვებით რა თქმა უნდა ადვილად დავლუქავ, მაგრამ არ მინდა. რაღაცა უნდა ვიწყო, რაღაცა შეიძლება უბრალოდ გააკეთო მიწა. მოდით კიდევ ერთხელ გავუშვებ. და საით წავიდა. კიდევ იქით, როგორც ჩანს წყალში. კიდევ არ გაწდა, შენიერი. წყალშია. ეს სული. ასე დავუბრუნდეთ ესეც. აქ კუნძულია რაღაც. გთხოვ, ოღონდ წყალში არ იყო. გთხოვ. უბრალოდ გთხოვ. როგორც ადამიანი თვალს. სულელურად გამოდის. მოდით მეგობრებო, აი ძებნის პროცესს გადავახვევ, რადგან ასე დიდი დრო დამჭირდება ამის დევით. შეიძლება ეს გამიტყდეს და შემდეგ სახლში დავბრუნდე და მეორეს დაკრაფტვა მომიწიოს. ამიტომ მოდით დროებით დაგემშვიდობებთ. მეგობრებო, მე ეხლა გადავწყვიტე რომ დაბრუნებულიყავი სახლში და
გამეგრძელებინა აღარ დამემთავრებინა უბრალოდ გადაღება, რადგან ის ენდერის თვალი გამიტყდა, ეხავე მეორესაც კი დავკრავდა, მაგრამ გზის გაგრძელებას უკვე აზრი აღარ აქვს. სადაც გამიტყდა იმ ადგილზე კი გავაგრძელეთ, ხრა კი მართალია, მაგრამ ამაში ვერ შემედავება ვერავინ. მაგრამ არაფერი არ აღმოჩნდა, იქ ჩავედი ბედროქამდე და მაინც არ აღმოჩნდა არაფერი. აი აქ მაქვს ენდერის თვალი. თუ დაისპავნებიან ახლა ენდერები, რა თქმა უნდა შევერძოლები მათ და ვეცდები რომ მოვიპოვო კიდევ ენდერის თვალები და შემდეგ რა თქმა უნდა გადაღების გარეშე მოვიპოვებ ხოლმე ბლეიზის პაუდერებს, რადგან ძალიან დიდი დრო მჭირდება ჯერ, რადგან არ მაქვს არანაირი მოჯადოების სამოსი, რომელიც ცეცხლისგან ან აფეთქებისგან დამიცავს და ადვილად მკლავენ. რამოდენიმე გასროლაში თან Minecraft-ის AM ვერსიაში Pocket Edition-ში არის AM სპაუნერების სხვანაირი ვერსია, ანუ როდესაც კომპიუტერზე ისინი მონსტრები ისპავნებიან რამოდენიმე ცალი, მაგალითად 3-2, აქ ისპავნებიან 4-5 და ეს არის შეცვლილი ამ თამაშში და ამის გამო უფრო ძნელია მათთან ბრძოლა. იქ არის ორიობობა. მოდით აქ. როგორც ისე თავში უნდა ჩაარტყა, თუ გინდა რომ ქსელი მოგცეს და არა. თვალი მოგცეს. აბა კუჩი იცი ახლა თავში და თავში. იგი ახლა მოგცეს. აბა არ არის აფეთერი. ხო, რა ერთი პატარა ენდერი. პატარა რა. უბრალოდ ერთი თვალები უნდა დავთხარო. კარგით. როგორც ჩანს, არ არის არადა ძალიან მინდოდა კიდევ ერთი ენდერის თვალი. ჯერჯერობით როცა მოვაჯადოვებ ჩემს სამოსი და რომელიმეს აი ცეცხლისგან და აფეთქებისგან დაცვაზე, შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ ისე. და ეხლა გადავწყვიტე კიდევ ერთხელ წავიდე. მხოლოდ კიდევ ერთხელ აი მის საძებნელად ის ადგილი ჯერ კიდევ მახსოვს. იმედია ეს არ გაწყდება პირველივე გასროლაზე. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს და აი ასე უნდა წავიდე. მახსოვს აი იქით მაქვს გაკეთებული ეს ბლოკები. მოდით აი ბლოკებს რამ ორი ბლოკი კიდევ ავამაღლებ, რომ უფრო გამოსაჩენი იყოს, რადგან წეხან ჭანდაბა ტელეფონი ჯდება. წეხან დავიკარგე და ძლივს მოვაგენი. ახლა ძალიან გავიმართლა, რომ ვიპოვე საერთოდ ეს ჩემი სახლი, რადგან კინაღამ კი არა დავიკარგე. სულ სხვა გზით მივდიოდი, რადგან ესეთ ბლოკები იყო წყალში ჩაფლული რა ჩაძირული. და ვეღარ მივხვდი აი ეს ერთი, ამასაც ორი ბლოკი დავწევ, რა თქმა უნდა, რომ ეს ყველაფერი დავინახო და კიდევ ერთხელ არ დავიკარგო, ან დაიმოდის წერაქვით ხელში. ცოტა არ იყოს მაშინაც შემეშინდა, რადგან არ მინდოდა ჩემი დაიმოდის წერაქვით დამეკარგა და თან ეს ყველაფერი ისე მომხდარიყო, რომ მე ჩემინებით მომეკლა თავი, რადგან სახლში მივსულიყავი. ეს ცოტა არ იყოს სალადობას გავს ადამიანზე. ვისთვის საყვარელიც ანადგურებინებ თავისივე ნებით. საშინელება. აი, აქაც არის ამასაც ავამაღლებ. აი ესე. ასე. ჰოპ. კიდევ სად არის? არ ჩანს. სად არის შემდეგ? ამ წყალში თან დაბლა არ ჩანს არაფერი. მოდით მეგობრებო, დროებით აი პროცესს კიდევ ერთხელ გადავახვევ. მოიცადეთ ოღონდ ჯერ მივიდენ ნაპირზე, რადგან არ ჩავიგუდო წყალში. მოიცა აქედან მეტი აღარ არის, სად არის? ეს რაღაც სვეტი რომ გავაკეთე. იმისთვის გავაკეთე, რომ არ დავკარგულიყავი და გზას ვეღარ პოულობ. არა, ეხლა არ იყო დიდი და საკვეხანი სვეტი, ეხლა ეგეც არ იყო, მაგრამ რა ვიცი, მაინც შეიძლებოდა ნახო. კარგი, დროებით დაგემშვიდობებით, დროებით. მეგობრებო, ძალიან დიდი ხანი ვიწვალე და ის მეორე ენდერის თვალიც გამიფუჭდა, ასე ვთქვათ, გამიტყდა, თუ დავკარგე. არა, არ მგონია დავკარგე, რაღაცა აფეთქდა სავით და გაქრა ჰაერში
და დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო. ანუ ეხლა ამჟამად არა, მაგრამ მომდევნო ეპიზოდისთვის მე ვეცდები რომ გავაკეთო ისა ხსნარების სახარში. მაგრამ მე რა თქმა უნდა ბლეიზის ჯოხს მოვიპოვებ გადაღების გარეშე, რადგან ეს ძალიან დიდ დროს აიღებს და შეიძლება ამას 9 საათის დაჭირდეს, რადგან არ ვიცი, არ მაქვს საკმარისი აღჭურვილობა, ეს უკვე ზემოთ თქვი. ანუ დასაწყისშივე და დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და რა ვიცი. ნახვამდის.